მეგობრებო, აი, ბატონი ვაჟა BMW, ეხლა test drive-ს გავაკეთებთ და გეტყვით ეხლა ესეთი რაღაც რო ხდება რა, რომ თათას ვერ შეხვდება, მაგრამ კაცი-კაც ყოველთვის შეხვდებაო. ეხლა ვართ ომაჰაში, რომელიც არის საზღვარზე აიოვა და ნებრასკა, ხო, ეგრე ვუწევთ, ხო, აიოვა და ნებრასკა საზღვარზე. ხო და მე კალიფორნიიდან წამოსული, თვითონ ნიუ-იორკიდან წამოსული, კოლორადოში მიდის და ესე გზად გადავიკვეთეთ რა. ბატონი ვაჟა, ვისაც გახსოვთ ჩემი ვიდეოებიდან, აი მე ხინკლე ვაჟას რო ეძახით რა, იმიტომ რომ იმ სოფლიოში ყველაზე მაგარ ხინკალს აკეთებს. ჩემი პირადი აზრია და ჩემი ბევრი მეგობარი დამეთანხმება ჩემი აზრით და ვისაც კი აუსინჯია რა. ხო და ეხლა უცბად მომაკითხა ესეთი ახალი მომავლის მანქანა უყიდია 2026-იანია, ხო? ანუ ჯერო წელი არ დამდგარა და უკვე მანქანა რო არსებობს რა. ხო და ეხლა გაგრას პატარა ტესტ დრაივი ჩავატაროთ რა, რა ბატონო ვაჟა? კი ბატონო. მშვიდობაში პირველ რიგში. ხო და ისა რა ქვია. წვანეზე იარეო, ესე იძახიან ხოლმე, მაგრამ ასფალტი რომ წვანი არ არის, არ გვიღებავენ და ეხლა ბალახებზე ხო არ ივლის. ხო და სხვადასხვის მინდა გითხრათ რომ ეს ფერი მაგრად მომეწონა, აბა გაგვიღეთ შეიძლება. ეს ფერი ძალიან მომეწონა სხვადასხვის ამანქანებზე. მე როგორც ვთქვით ეხლა მე უფრო Mercedes-ის პიროვნებაა რაღაცა და კრიტიკულად უყურებ ხოლმე, ასე რომ ყველა იმას ვიტყვი ჩემს შეხედულებას, კარგსაც და კარგსაც. მე ხო იცით ისე ამას ვიტყვი მაინც, რა იცი რა ხდება. ისე რა. ხო და პატარა გავიაროთ, ნახეთ როგორი ხრუსტალებში აქვს ყველაფერი. ხრუსტალი თუ როგორ ქვია მას, თუ ხრუსტალი რუსულად არის? ხრუსტალი ქართულად არის ალბათ. ნახეთ ესე. ეს სენსორებზეა, ხო? პნოპკა არ აქვს. ოკეი. ძალიან კარგი. ეს ფაქტურად როგორც Mercedes-ში S კლასი ეგ ამბავია, ხო? კი. პანორამული ჭერი. და როგორც ვიცი ამისი მოტორის ამბავში როგორ იძახდი? ანუ 4 და 4-ია, 2 ტურბოთი. ხო, ანუ ამებში ყველაზე ძლიერია, ხო? ხო, ამ მე-7 სერიებში ყველაზე ძლიერი რა. მე-7 სერიებში ყველაზე ძლიერია. ხო, აქ ამებში უკვე გაერკვიე თუ ჯერ ახალი როა? ჯერ ახალი როა ვერ მივედი ბოლომდე, ამდენი ოფცია აქვს, ვერ გავიგე რა არის. სიმართლე რო გითხრა ვაფშე არა. ნუ ეს ალბათ ფერების შეცვლიდან დაწყებული ყველაფერი. აი ეს არის ის რა ქვია, მთლიანი ის მაგის. ხო. გასაღებები. სტილნი კი არის ესე რა. გამშვენიერი. ბატონო ვაჟა, ეხლა გითხარი სიმართლე. რატო BMW? BMW არის BMW ესე. BMW სიმართლე რო გითხრა Mercedes-ი მინდოდა, მაგრამ რაღაცა მიზეზების გამო არ გამოვიდა რა და მაგიტო ავირჩიე მაგის მერე BMW, მაგრამ ეხლა რო დავდივარ, რომ მოვდივარ ძალიან დიდი მაილები გამოვიარე ხა ნიუ-იორკიდან რა. ანუ სიმართლე რო გითხრა, ძალიან ბევრითაც არ არის განსხვავება რა თვითონ კომფორტში. ხო. ანუ არ არის რა ტრასაზე დგას. არ დაღლილ ხარ არაფერი. არაფერი, ანუ ტრასაზე დგას ძალიან მაგრად რა. ეხლა იმის და მიუხედავად რომ მოტორია კიდე დიდი მოცულობის, ეხლა 4 და 4 და 2 ტურბო, ანუ პატარა არ არის რა. წვაც სიმართლე რო გითხრა, იმიტომ რომ მოტორები რო ახლებია ესენი გამოსულები, ანუ წვაც იმდენი ბევრი არა აქ რა. თან ეხლა სპორტ რეჟიმით მოვდიოდი მთელი გზა, ანუ ბევრი არ დაუწვია რა. ერთი სიტყვით მითხრე საიდანაც წამოვიყვანე რომ ამანქანით როილი მე Mercedes-ი აღარ იფიქრებო. ეს ვაიცა BMW სალონში მეიყიდი ალბათ თორე თავისთავად. არა, ნუ ეხლა ყველას თავისი ის აქვს გემოვნება და სიტუაცია. ანუ ჩემთვის სხვა რაღაცა არის Mercedes-ი და ანუ ვინ როგორც და რამდენს დადის, მაგასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩემი აზრით და ეხლა ზოგადად ჩემი პირადი აზრი ალბათ ვაჟა არ ვიცი დამეთანხმება თუ არა. ისე დაიხვეწა ტექნოლოგიები და რაღაც რომ ახალი მანქანა, რავი, Mazda და რაღაცა Kia-ც კი კარგია, მე მგონი რა უკვე რა ისი არის და. ხო და. ნუ თავისთავად ეხლა გერმანული რაღაცა სტილი და დახვეწილობა, დეტალები და რაღაცა თავისთავად ეხლა სხვა ის არის რა რაღაცა. ერთი აბა ცოტა ისქენი რა ქვია. მოიცო, ვაი, ეგრევე, მოიცო ეგრა. როგორი ყოჩაღია? ეხლა ის ცოტა ფურს გავსდე და აი ნახე ეხლა. კაი, მოიცო, ვაი. ნახე, თან ის რო არაწია რაღაცა მართლა BMW-სავით. ანუ ისაა, პირდაპირ წავიდა რა, გემივით. ანუ BMW ხო იცი რის გამო არ მოყვარს, დაჟე მე ზოგადად საჭესთან თუ არ ვზივარ, ანუ არ შემიძლია ხოლმე რა, გვერდზე ჯდომა რა.
ხო და აი მეგობარი ადერ თუ იშვიათად მიწევდა ხოლმე რაღაც, მაგრამ ვინმე თუ მეკითხებოდა რაღაც აი გამოგივლი და ეგ წავიდეთ. მეკითხებოდი ხოლმე რა მანქანით მოდი თუ მეუბნებოდნენ ბენვი არა, იმიტომ რომ აი ეს რაღაცა ზორგანების აი უცბად დატორმოზება შუქს უცბად დაძვრა და ისო სხვანაირად ვერაო პედალი არ რეგულირდებაო და ისე ვიყავი ხოლმე მეთქი როგორ არ რეგულირდებაო ცოტა ხო შეიძლება ისე smooth რა ამერიკაში რო იძახიან რაღაც და ეს როგორი მთლიანად მიდის რაღაცა ძალიან მაგარი ძალიან სუსხა სიარული აქვს ერთი თუ შეგიძლია ის შუქნიშანზე რო გააჩერებ ან რაღაცა მე უცბად რო აი დაძვრისას როგორი მასწავს რა და შუქნიშანზე თან უცბად მე უკანაც გადავალ რომ უკანაც შევხედოთ ისა რა ქვია აი გაკრას მოგვიწია შუქნიშანი ესე იგი კარგად ხდება ყველაფერი როგორც ინდურ ფილმში რა ბოლოს რო ყველა ბედნიერია ხო იცით აბა მოგვერთ აქედან ვნახოთ როგორ დაიზრებაო ვაუ უკან მართლა როგორი ის აქვს კარგი სიფართოვე აქ რაღაცა პნოპკები ეს დასატენები ნახე როგორი ის აქვს ხო მანდელან არის კომპიუტერები აქვს გვერდზე ანუ უწინასიდანია შეგიძლია მართო ჩაურევრია ხო ხო რა ეს წინ მიწიო მოწიო გაცხელება გაგრძელება ხო ნუ აქ რაღაც ტექნოლოგიურად რაღაც არაურიო მე ამას გარკვევა ჭირდება ალბათ ფარდები სიტუაცია ხო და ოპა ვაუ ხო არა ეს ხმაც როგორი რაღაცნაირი ისეთი აქვს რა ვაშკაცური თუ როგორი ძახიან ხო რაღაცა ესეთი რა ანუ არც გრუბი არც ხმაურიანი რაღაც ისეთი აი რუსულ სიტყვას გამოვიყენებ დასტოინს რო იძახიან რა აი ეგეთი რა ვაუ ძალიან მაგარი სინი თუ გაქვს შემოწმებული სპიქერები ანუ დინამიკები კი ანუ ხმა ძალიან მაგარი ხო აუ ეს რა კამერა აქვს და გვიღებ ხო კამერა აქვს ბლოგერობა ხوار დაიწყე ხო ანუ კამერა აქვს შიგნით რა ხმა ბასები აქვს ძალიან მაგარი ძალიან მაგარი უნდა გითხრა სიმართლე რა ფერი მომეწონა ძალიან აი გარედან ფერი აქვს რაღაცა ძალიან მაგარი რა ვაუ კარგია კარგი აი ამ შუქნიშანზე ერთიც გადავალ უცბად გარედან რაღაცებს შევახედებ ხალხს ესე რა ესე ტესტ დრაივის ფაქტიურად ყოველ წელს კი გავდივარ ხოლმე სხვადასხვა გამოფენაზე მასკარები იცი ხო მაგრამ ჩვენიანის როა და ესეთი კარგი ის სხვა არის რა უკანა ვიდი მომწონს ძალიან სხვათა შორის ხო მოიცადე შუქნიშანია უკვე ესე მინდა შეხედოთ გაგვატარებენ არა უშავრო ეგ არის ძალიან კარგი რა ვაუ არა ეხლა ნახე როგორ რაღაცაა რა სიმართლე უნდა ვთქვა რა აი სისტრაფეზე რო პატარა მანქანებს რო იმაშურებიან ხოლმე ხო იცი ერთად შევოდი ესა პატარა მანქანებს რაღაც ეჭყიპინებს და რაღაცა რა ისეთ პონჩი რა ვერა რა პატარა მანქანებთან ვერ მეგობრობ რაღაც რა და დიდი როა და თან რომ მოგდევს სისტრაფეს სხვა მუღამი აქვს რა რაღაც რა კაი რა ბატონო ვაჟა ესე იგი მშვიდობაში აიხარე ხო და შემდეგი ხინკალი ფართი რო გვექნება უკვე ვაჟა ამ მანქანით ჩამოვა სავარაუდოდ აუცილებლად ხო ეგრეა ასე რომ შემდეგი ხინკალი ფართი მიახლოებით ესე ვგეგმავთ ფლორიდაში იქნება რა სულ მალე იქნება ხო კალიფორნიაში ხო გქონდა უკვე ასე რომ ეხლა ფლორიდაში გვექნება და ესე რა აბა დროებით და შეხვედრამდე აბა ბოლო ჩადგმაც ერთი და კარგი იყო ეხლა ვიდეოში სავარაუდოდ არ იგზნობა მაგრამ აი ესე რა მიმაყუდა აბა დროებით